ნათელი მაგალითი იმისაც თქვათ რომ არც ოლიგარქი უკრაინა შეიძლება 30 ოლიგარქი იანუკოვიჩი ჰქონდა მინიმუმ 15-20 მილიარდ დოლარი ახმეტოს არ ბევრად მეტი 30 ოლიგარქია იყო უკრაინის უშეკო ოფისერი იანუკოვიჩი ხარ არც ოლიგარქი მოხულ მოუშორა არც პროკურატურა მოუშორა და არც რუსეთ მოუშორა ყველასთვის ეს დაკვეთილი უნდა იყოს ხო რომ 2007-ში და სხვა პერიოდში საქართველოს კარგი იყო ძალადობა ძალიან წუხა და ძალიან გამიცდია 2007-ში და 2012-ში არავის არ დაუსრულია და ცეცხლსასროლი თუ რაღაც ყოველთვის არავინ არ დაგუპოვდა. დაიღუპა უბედური შემთხვევა იყო და პლუს რაც იყო კარგად გასულ 26 წელს. მაგრამ 2 ნოემბერში როცა მოხდა ეს 2007-ში მე გადავდექი ხალხო. წელიწად ნახევარი შეორჩიეთ ჩემი ვადა და მიუხედავად იმისა რომ რუსი ოლიგარქი აფინანსებდა იმ აქციებს და მაგრამ იყო ბევრი სხვა რამე რის გამო ხალხუჩეს გამოდის გეგმიანის ისტორია რეფორმები მტკინეული ბევრი ადამიანი უშევარი დარჩა და სწორედ ამის გამო რომ მარტო ის კი არ იყო რუსული კომპონენტი იყო სხვა კომპონენტები მე თქვი მე გადავდექი აწუხე ხალხმა გადაწყვიტეს უნდა ვიყო კიდევ პრეზიდენტი წელიწად ნახევარი ჩემი ვადა გადიოდა ერთი თვის წინ თვენახევრში შევიცირე ეს ვადა შეგნებულად და გავწავედი ხალხისთვის ახალი მანდატის მიცემას, ხო? მოდის კლეროზი თუ არა გვაქვს, ესე იყო, ხო? მახსოვრობა ხო უნდა დავკარგოთ. და რაც შეეხება მაგრამ 26 მაისს დაფიქსირდეს მოწყობილი იყო. ეროვნული დღესასწაული შაშაი პუტინის ინსტრუქციით, ისე როგორც 2007 3 თვით ადრე და მე ეს ისტორია ესე დეტალურად შეიძლება არ მომყოლია. ერთ-ერთად ესეთას ლიდერმა მითხრა, როგორ უთხრა მას პუტინმა, რომ პატარკაჩვილი იქნებოდა არევდა საქართველოს სიტუაციას. ერთ-ერთი დეცერტეს შეხვდა პატარკაჩვილი და ორ FSB-ს გენერალ-შტაბის რამდენჯერმე და შემდეგ უკვე ფედერალურ გამოძიების ბიურომ გამოგვიგზავნა ნოემბრამდე ერთი თვით ადრე ოფიციალური შეტყობილი მაშინ შეიძლება ნახოს არქივში თუ აქვს რომ რამდენიმე FSB-ს გენერალი და მათ შორის კანონიერი ქურდები უსოიანი და კიდე 1-2 ჩამოსულიყო ერევანში რათა დახმარებოდნენ ამ ადამიანს საქართველოში არეულობის მოწყობაზე ასე რომ მარტივად არ იყო ხალხი ბევრი გამოვიდა ქუჩაში სამართლიანად მაგრამ იყო სხვა კომპონენტები და ის ვინც უკრაინას დავალა არევა იანუკოვიჩი ზუსტად იგივე ხალხი გვეწყობდა საქართველოში არეულობას ვინც უკრაინას დაასრულია ზუსტად იგივე მოაწყო პროვოკაციები საქართველოში სხვა საკითხია სწორად ყოველთვის ადეკვატურად რეაგირება თუ არა ჩვენი მთავრობა უნდა უფრო თავშეკავებული ყოფილიყო თუ უფრო კვეთრი პირიქით ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ მაგრამ ჩვენ ვიცადით საქართველოს თავისუფლებას და სუვერენიტეტს კარგი როგორც კრიმინალები დაინახავენ ეხლა კრიმინალებს რა შეიძლება დაქამდე კორუმპირებულ იანუკოვის მთავრობას შორის და ოლიგარქიულს და კორუმპირებულ ოლიგარქიულ რუსეთს შორის იგივე არჩევანი ქონდა შევარდაძეოს ბელქართოს ხო კატასტროფას შორის და რუსულ კატასტროფას და ქართულ კატასტროფას შორის მაგრამ როგორც უკრაინა დაიწყებს წინსვლას ყირიმელებით წაყობიან უკრაინის საქართველოს რა თქმა უნდა არც ყირიმელს არ უნდა არავინ არც ყირიმელი არ ამჯობინებს ცირ გამოპალ რუსეთს პუტინს რომელიც რეალურად მარტო ეხა ძალიან ძინედ გადაუდგა უკრაინის მოვლენებთან და არ ამჯობინებს ევროპაში ყოფნას მე დარწმუნებული ვარ ევროპელებიც გაუფრთხილდებიან დარწმუნებული ვარ აქ წამოვა ახლა სერიოზული თანხმობა მაგრამ თავარი ამათ თვითონ ეხლა დროზე რაღაცნაირად შეთანხმება და იწყო წინ მოძრაობა და მე მართლა მიმაჩნია რომ ეს ხალხი ყველაფერში ძალიან მაგარი ხალხია გაბედული ხალხია მე ესეთი გაბედულება მარტო წინებს წამიკითხავს რაც